მე ვარ ეკა კუპატაძე, გიგა ავალიანის დედა. დავიბადე თერჯოლის რაიონის სოფელ ზედასაზონში, ჩიხორში. ეს არის პატარა საყვარელი უბანი. გავიზარდე მასწავლებლების ოჯახში, დედა და მამა მათემატიკის მასწავლებლები გახლდათ ორივე. ავდე გასაკვირიც არ უნდა იყოს, მე მინდოდა ყოფილიყავი ასტრონავტი, მაგრამ მინდოდა კოსმოსში გაფრენა, მაგრამ ეს მაშინ გადაწყვეტილებებს ასე თამამად ვერ ღებულობდით ბავშვები და როგორც კი გავამხილე მშობლებთან, მაშინ რა თქმა უნდა ეს დასამარდა. რა გიქნას? დედამიწაზე დაეტია. უნივერსიტეტზე დავამთავრე, რომ 1-4-იანიც არ მიმიღია, სულ წმინდა ხუთებზე ვსწავლობდი. მასწავლებლობა დავიწყე ჩემს სკოლაში, აღმზრდელ სკოლაში და ისე მერიდებოდა სამასწავლებლოში შესვლა, რომ ხშირად როცა კარები დაკეტილი იყო, რაოდენობით უცნაურობას არ უნდა მოგეჩვენოთ, სამასწავლებლის კარებზე ჯერ ვაკაკუნებდი და მე შევდიოდი. დედობაზე ბედნიერება არაფერი არ არის, ყველა ქალმა უნდა გამოცადოს დედობა, დედობის სიტკბო და არავინ დედობის სიმწარე. ეს შეუდარებელია, შეუფასებელია. ნიკას დაბადების მომენტში მეგონა რომ სამყარო ჩემი იყო. თითქოს მარტო მე ვიყავი დედა. ასევე გიგაზეც მიუხედავად იმისა, რომ მე უკვე გიგაზე ვიყავი 6 თვი ნახევრის ფეხბურთი, როცა მარტო დავრჩი და მეუღლე არ მყავდა. მიუხედავად ამისა, დედობით განცდილი სიამოვნება და სიტკბო მაინც ყველაფერს გავიწყებს. უკიდურეს სიღარიბე იყო იმ დროს ყველასთვის და ჩემს ხა მით უმეტეს 24 წლის გოგო მარტო ვზრდიდი ორ პატარა შვილს, ჩემი შვილები მაინც ბედნიერად გაიზარდნენ. ეს არ იყო ჩემი მოჩვენება. ამას გიგა ხშირად ამბობდა, ამ საფხუზე მით უმეტეს ამდენჯერმე მითხრა, რომ დედა ნუ იხსენებ წარსულს ცუდად. მე რა რომ მატერიალურად არ გვილხინდა, ჩვენ ბედნიერი ბავშვობა გვქონდა. და ხო ჩვენ ერთმანეთით პოულობდით ბედნიერებას. ერთმანეთი გვაბედნიერებდა. ძალიან მოსიყვარულე ოჯახი მყავს. ძმებს, რძლებს და ძმისშვილებს გულისხმობ. ეს რაც ხალხმა გარედან დაინახა ტელეეკრანებით, მარტო ეს არ იყო, იცით? მარტო ეს არ არის ჩვენი ურთიერთობა. ჩვენ ვაძლიერებთ ერთმანეთს. არ ჭირდებოდათ ჩემ შვილებს ეს ჭკუის დარიგება, როგორ უცნაურადაც არ უნდა მოგეჩვენოთ. შესაძლოა ახლა მეც უცნაურად მეჩვენება, მაგრამ მე ჩემი შვილებისთვის ჭკუა არ დამირიგებია. პირიქით მე მათ ჭკუას ვეკითხებოდი. აი 3-4 წლის ასაკის ბავშვებს როცა საუბარი შეეძლოთ,
ანალიზს ვთხოვდი რიგ საკითხებზე, რა პრობლემა უნდა გადაგიჭრას. ახლა 3-4 წლის ბავშვმა, მაგრამ ელემენტარული პრობლემა, კარტოფილი შემწარი უფრო უკეთესი იქნება თუ პიურე რომ გავაკეთოთ, ეს უფრო უკეთესი იქნება. ანუ მათ ვაძლევდი იმის შანსს, რომ პრობლემაზე ეფიქრათ და გადაეწყვიტათ. ხშირად როცა გაკვეთილებს დავამთავრებდით, მე და გიგა მოვდიოდით აქ, იმიტომ რომ აქ გიგა ვარჯიშობდა. აი აქ ტანსიზი დავდა. მე თხოვდა მოდი 1-2 აიწიე, ცოტა ძალა მოგემატებაო და აქ ვარჯიშობდა აი ამ ადგილზე ყველგან. ხდება ხოლმე ისე რომ ორი ადამიანი შეიძლება ორივე კარგი ადამიანი იყოს, მაგრამ ერთმანეთს ხასიათით ვერ გაუგონ, ხო? თუმცა მაინც არ ამართლებს ოჯახის დანგრევას, არაფერი არ ამართლებს ოჯახის დანგრევას. ვინც რა დოზით არ უნდა იყოს დამნაშავე, მაინც არ ამართლებს არაფერი. მაგრამ მე მაინც ვიტყვი იმას, რომ მაშინ როცა მამას არც ერთხელ არ უნახავს მათი შვილები, ქუჩაში ვერ იცნობს და ნიკას, ვერ იცნობს რომ შეხვდეს და გიგასაც ესე და მაინც არასდროს არ წამოსცენიათ მამაზე ცუდი. ძალიან დანაშაულის ტოლფასი შეცდომა დაუშვა ჩემმა ქმარმა, წასუსთავი დავანებოთ. ახლა როცა გიგა მომიკვდა და არ მოსულა ჩვენთან. სულ რომ ჩემს გიგას თავზე დაკვდომოდა, ის მაინც უნდა მოსულიყო აქ. სულ რომ აქ ჩემთან ეზოში მომკვდარიყო, ის მაინც უნდა მოსულიყო ჩვენთან. გარდაცვალ სახელში ეჭირა, გააშლენეს და მომცეს მე. ის გამოართვის გარდაცვალ გიგას ხელიდან. ისიც მაგრაც გარდაცვალ ფეხზე ეკეთა. მე იმაზე ძლიერი ვარ, ვთქვი გარდამ ჩამვარ. ფიზიკურად და ცხოთაშორის. მიუხედავად იმისა, რომ მე ამ დარდმა, რომელსაც გარედან არ ვიმჩნევ, ასე ხო 35 შესაძლოა აღარც კი ვარ 35 კილო, ასე დამაუძლურა. იმაზე ძლიერი ვარ, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია, მოვა დრო და მე ყველაფერს ჩამოვთვლი, რა გავაკეთე გიგას გულისთვის. როგორ უცნაურადაც არ უნდა მოეჩვენოს მსმენელს, მე ვერ ვიცლი გიგას გლოვისთვის და მე უკვე იმდენად გავაძლიერე ჩემში ეს ბრძოლის ჟინი და იმდენად დავაკონსერვე გლოვა, რომ მე ცოტა ხნით გლოვა გადავდა. მაინც არ არის მარტივი დაბლოკო შვილის გლოვა. შვილისთვის გინდა ისევ, მაგრამ არ არის მარტივი და განსაკუთრებულად მიჭირს სასაფლაოზე თავის ხელში აყვანა და მე ნიკამ დარაჯობს რომ მიტყვიან ჩასაფრებულია ხანდახან ვეჭვები კიდეც რომ დედიკო მაცადე რა ცოტა ხანს მაცადე ვიყო ამ ისტერიკაში. მე ნიკა მაჩერებს, დედა არა გაქვს უფლება, დედა არ გვიღალატო. მე და გიგას, იმიტომ რომ ჩვენ მე და ნიკა ერთმანეთს ვავსებთ, მე რა რომ მე ზუგს ვიმაგრებს ეს მაგარი ძმები, ნიკას თავისი როლი აქვს ამ ბრძოლაში. იცით რითი განსხვავდება შვილმკვდარი დედები? დედას ყოველთვის თვალწინ უდგას, შესაძლოა მოსასმენად ძნელია, მაგრამ სულ თვალწინ უდგას და სულ გონებაში უტრიალებს, თუ როგორ იხეცნება მისი შვილი. და იმის პარალელურად თუ ჩემს წარმოდგენაში როგორ იხსნება ჩემი შვილი, მე საჭმელს ვჭამ. იმიტომ რომ გადავრჩე გიგასთვის ფიზიკურად. და ყველას პასუხი ვაგებინო, ყველას. მოგიკვდეს დედა, შენ მოგიკვდეს დედა. შენ მოგიკვდეს დედა. მიუხედავად იმისა, რომ 23 დღის განმავლობაში გიგა ყოველ დღეს სხვადასხვანაირი მხვდებოდა და 23 დღის განმავლობაში გიგას 23 წელი მოემატა. მე ჩემი გიგა ასაკში წამომეწია, როგორ უცნაურადაც არ უნდა გეჩვენოთ და 28 წლის გიგა არც გავდა 28 წლისა, საკმაოდ მოვლილი ბიჭი იყო გიგა და 28 წლისას არ გავდა გიგა და მე გიგა დავკრძალე ჩემი ასაკის.
ასაკში წამომეწია ჩემი შვილი და 50-52 წლის მამაკაცი დავკრძალე. მიუხედავად აი ამ ყველაფრისა არც ერთი წამით არ დამიშვია მე რომ გიგა არ მეყოლებოდა. მაშინ როცა დედა პარასკევა მოვიყვანეთ, მომეფერა და მითხრა რომ უფლის სასწაულს იხილავ 2 დღეში და ეს იყო ალბათ ეს უფლის სასწაული 2 დღეში გიგა გაგვიქრა. მიუხედავად ამისა რომ ჩვენ გვითხრეს რომ ამაღამიდელ ღამეს ვერ გავათენებთ, მე არც ერთი წამით ეს არ დამიშვია. არასდროს ცხოვრებაში იმდენი სანთელი ახლაც კი როცა მე დღეში რამდენიმე სანთელს ვუნთებ ჩემ შვილს, არასდროს იმდენი სანთელი ალბათ ერთად არ დამინთია. რამდენი სანთელიც მე 24 ოქტომბერს დავანთებ. ესე შეკრული ერთად მეჭირა. მაცხოვრის საფლავიდან წამოღებული 33 სანთელი ესე გვეჭირა და ერთად წავდით მე და ჩემი ოჯახი, მაინც არ დამიშვია. ხო ეს რომ მანქანაში გასულიყავით. მე და ნიკა წავედით მანქანაში და ნიკა მეუბნება რომ დედიკო რაღაც წრიალია, რაღაცა ხდება. და მე ნიკა გავაჩერე. მოიცა დედიკო ალბათ ექიმს რაღაც ჭირდება, ალბათ ექიმა დაუძახა, მეთქი ნუ გეშინია თქო და მითხრა რომ გიგლა მოდის. გიგლა არის ჩემი ძმის შვილი, არის ექიმი. გიგლა მანქანის კარი გაგვიღო, გიგლა არის დინჯი და გაწონასწორებული და მე იმ წუთში გიგლას ის მოქმედება მის სიძინჯეს მივაწერე, მაგრამ თქმა გაუჭირდა შვილო და მითხრა რომ მამი და ბოდიში ვერ გადავარჩინე. შევარდი რეანიმაციაში და გიგას საწოლი იყო ზეწარ გადაფარებული. მე დედაც ნახე მორგში ზეწარ გადაფარებული. მაგრამ გიგას ზეწარი სხვანაირად ყვიროდა. როცა გიგას ზეწარი გადავხადე, მე გიგა 2 საათის დანახი მყავდა. დაახლოებით 10-ის ნახევარზე ნახეთ და მაგრამ აი ამ 2 საათში გიგა მე კიდევ შეცვლილი დამხვდა. სხვანაირი იყო ჩემი გიგა. სახეზე მოფერება როცა დავუწყე, უკვე გრილი იყო. მაშინ როცა მე დედა ვნახე 4 საათის შემდეგ და დედა ისე რაღაცნაირად სხვანაირად თბილი იყო, გული ძალიან თბილი ქონდა დედას და როცა გიგას სახე გამიცირდა, მაშინ გული მოვსინჯე, ხო ვიცოდი ეს რომ დედას გული თბილი ქონდა და გიგას გულიც ცივი ქონდა. გიგას ოდნავ ქონდა კლავები თბილი. ნამდვილ სახიდან უცებ კლავებზე გადავიდა, ეს იყო სულ რაღაც ალბათ არც კი 10-15 წუთი. ერთი წუთი რომ გქონდეთ გიგასთან შესახვედრად. ცუდია იცით? გამოსყიდვა რო არ შეგვიძლია. სიცოცხლის, გიგას სიცოცხლის გამოსყიდვა რო არ შემიძლია, ცუდია. ცუდია რომ უშანსოა. მერე გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი. ცუდია რომ თუნდაც ის 1 წუთი არა გვაქვს. ცუდია. ამ წუთს უსასრულობაში გადავიტანდი. მე რომ შემეძლოს 1 წუთით გიგასთან შეხვედრა, ამ წუთს უსასრულობაში გადავიტანდი. ჩემი გიგა, ჩემი გიგა, ჩემი შვილი დედი. ისე ვიბრძოლებ, როგორც ეკადრება გიგა ავალიანს. ყველა აი ამ დიდ ომში
ყველა ფრონტზე გავიმარჯვებ, ყველა ბრძოლის ველზე გავიმარჯვებ ამ ომში. სარსულის ფიქრებს სანამ მიდის მაისი